მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. მარტოობა, აძინოჩსტვა, რო ქვია, ასე კეთყვით. არ დამავიწყდით, ზუსტად 8 მარტის აი ამ დროს ველოდებოდი, იმიტომ რომ უფრო მეტი რეაქციაში შესვლა ექნება მე რიტუალს, უფრო მეტი რეზონირება ექნება. ყველას მოვესალმები, მივესალმები, გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა თავიდანვე გითხრათ, ეს რიტუალი არა მარტო დღეისთვისაა ჩაწერილი, უბრალოდ დღეს უფრო დაიტვირთება ჩემიდან და მერე თქვენიდან ბევრი ნახვები რო იქნება. ეს იქნება მარტოობაში, ვნახავთ, იქნება გაშლა რიტუალი, 3 ვარიანტი და დავიწყოთ მოკლედ, რა გიშლით ხელს, დავიწყებ პირველი ვარიანტით. ჩემმა ძველმა გამომწერებმა უკვე იციან, რომ წუთობრივადაც შეიძლება იქ პირველი ვარიანტი, მეორე, მესამე, მაგრამ ვიდეოს მაინც დაამთავრებინეთ ხოლმე. სტუმრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვისაა ჩემი რიტუალები სხვანაირად არ იმოქმედებს და ჩემი გაშლებიც. ყველაფერი გამზადებულია, არ ჩანს იქეთ კადრს, იქეთ მაქვს, აი ეს დამცავი ჩართულია, აი ეს შავი. კი ნაღამ დამავიწყდა, ეშმაკს არ ძინავს, გავააქტიურებ აი ამ ჩემს სანთელს. გავააქტიურე ჩემი სანთელი, მინდა გითხრათ და აქ გააქტიურებულია ტუზი პენტაკლი, გააქტიურებულია შეყვარებულების ტარო და გააქტიურებულია უკან, მერე განახებთ პოდნოსი უშლის, მერე ავიღებ და განახებთ 3-იანი პენტაკლი, იმიტომ რომ აქ ფულიც ჩაიტვირთა, ფინანსების ცოტა პატარა გაწმენდაც გექნებათ, გოგოებო, აქ გზების გახსნაც იქნება, თვალი, შური მოიხსნება, რაც შეგიშლით ხელს და მე უკვე მაცემინებს, თუ დამაცემინა ხოლმე არ შეიმჩნიოთ, ეს მცენარეები თქვენთვის არის და ალერგიული ვარ, რა ვქნა. მაგრამ გავწირე თავი თქვენთვის. დავიწყოთ მეგობრებო, პირველი ვარიანტი. ამოვიღებ ტაროს, მეორე და მესამე, თავიდანვე ამოვიღებ, ხო? თავიდანვე გავააქტიურებ. ამ ორს გადავდებ, უბრალოდ თავიდანვე იყოს გააქტიურებული, ასე დავდებ და გადმოვაბრუნოთ. 2-იანით ასები პირველი ვარიანტი. გასაგებია, გამარჯვებისკენ მიდიხართ, ჩემო კარგო, ცეცხლიც კი, ესე იგი თასში ცეცხლიც კი გინთიათ, უყურეთ, ისეთი კარგი, გამჭრიახი გონების ხართ, პერსპექტიული ხართ, გიყვართ, ბევრი მიღწევები გქონიათ ცხოვრებაში, აი მზეც არის თქვენს წინ ნახეთ, მზე, როგორ გინათებთ, აქეთ წყალი, აქეთ შუაში კიდე მწვანე ქვიშა და მწვანე მინდორი, ასე დავარქვათ, იცით რა არის, შური ამოვიდა, შური, იმიტომ რომ აი ესეთი ბრწყინავი და მოწინავე და აი ესეთი გამჭრიახი გონების ბრძანდებით, იცით, თქვენ ყველა სტიქია გიცავთ, ჰაერიც, მიწაც, ცეცხლიც, სხვათა შორის და წყალიც და ძალიან კარგია. აი ეს პატარა ქვა გესროლეს, უყურეთ, აი და იმიტომ ხართ მარტოობისკენ ხართ მიდრეკილი, ესე იგი რა გიშლით ხელს. თქვენი ნაკვალები უყურე, რაც განვლეთ ცხოვრებაში, ხო? აი ქვა გესროლეს, უყურეთ, ქვა გაგიჩერეს, მაგრამ ყოჩაღ თქვენ ვინც ესე იგი ჩემს გამოლოცვებს უყურებს, წინ მიდიხართ უკვე ეტაპობრივად ზოგს საერთოდ ძველი დახურეთ და თქვენ აღარ მოგინდათ ასეც მეუნებიან და აი წელზე ქამარი გაქვთ მოკიდებული, რომ თუ თოკივითაა ხო ასეთი სიტუაცია, რომ
ესე იგი წინ და წინ მიდიხართ, ბევრს ახალი ნაცნობობაც გაქვთ გენაცვალე, რომ ძალიან კარგად განვითარება უწევს კი. აბა ვნახოთ ახლა დავანთოთ სანთელი, ეს მე ვიმუშავე და არ გაიკვირვოთ, ძველმა გამომწერებმა უკვე იცით და მოგიმზადეთ თოკები, მე აგიხსნით ახლა ამ ყველაფერს აგიხსნით. მოდი დავამაგროთ და დავიწყოთ მეგობრებო, იმედია დამაგრდები, რომ მე ამ სანთლით უნდა ვიმუშაო. გავააქტიურო პირველი ვარიანტი და ვნახოთ რა ხდება, ვინ რა ნეგატივი გააკეთა, რატო რა გიშლით ხელს, რომ ხართ ესე მარტო. ვნახოთ რა იქნება. ამოვიღოთ შემდეგი. პირველი ვარიანტი უკვე ტირილი დაიწყო, უყურეთ. ოპა, და ჩემმა სანთლებმაც წკაპა-წკუპი. ნახეთ, ჩამოვიდა უკვე. ეს არის ახალი აკიდებული ნეგატივი, შური თვალი. აი, ხედავთ ხო? აი, ეხლა ჩამოკიდებული. აი. მოდის გველები, ხო გითხარით? აი. ცხვირებს რო ყოფენ, თქვენ ცხოვრებაში რო ყოფენ, ჩემო კარგო, აი ზუსტად იმიტომ რომ კიდე როგორ დგახართ ფეხზე და კიდე როგორი მოწინავეები რო ხართ, როგორ ახართ ესეთი მოწინავეები, მაგაზე გიждდებიან. ხო, აბა ვნახოთ რა ხდება. კი, იცით რა არის? სამიანი თასები, ეს არის ურთიერთობა, თანამშრომლობა, ეს არის გამჭრია ხეობა, სწავლა, განათლება, სამსახური კარიერა, ბიზნესი, ესე იგი თქვენ რომ ტალღებს არ უშინდებით და აი აქ არის კი რაღაცეები, იცით რა არის? წინაღობები, ასე ვთქვათ, ზღვაში ცხოკლდეებია, ნახეთ, ზღვაში ცხოკლდეებია, მაგრამ მიდიხართ, წინ მიდიხართ, ძალიან კარგი სიტუაცია გაქვთ, მინდა გითხრათ და აი ეს შურთ, აი სანთელზეც დაფიქსირთ და უყურეთ, ზოგი სამსჯავრო სამსახურებში ხართ, გოგოებო, ზოგი შეიძლება ასწავლით, ბევრი საბუთებთან ხართ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ შეიძლება სახლშიც ბრძანდებით, დიასახლისი ხართ, მაგრამ მაინც მოწინავე ქალბატონი ხართ, იცით? თქვენი თითოეული კერძი, თქვენი თითოეული დასუფთავება თუ რაღაცის გადაადგილება სახლში, ავეჯიც რო გადაადგილო, ხო ხელოვნება მიხვდით? თქვენი საქმის იცით კარგად, ოსტატი ხართ, ასე ვთქვათ, იცით? და აქ აი ხუთიანი ხმლები, ნამდვილად არის ნეგატივი, შური, ეს არის აი ყურს რო მოგადებენ, ასე ვთქვათ და თქვენზე რო სუნთქავენ, აი ესეთი სიტუაცია გაქვთ, იცით? შეიძლება მოგზაურობთ კიდეც და გიყვარდათ კიდეც მოგზაურობა, გადაათამაშოთ თქვენ თავებზე გოგოებო და ქალბატონებო, შეიძლება შორს ხართ და შორიდან აგვარებთ, შეიძლება ეს ავტომობილებიც არის, შეიძლება თქვენი ბიზნესი ამიხვდით და აი ამ ნავებში ხო შეიძლება რაღაცა მიდიოდა კარგად ზოგ ვარიანტში და ეხლა დატორმოზებული გაქვთ, შეიძლება რამოდენიმე ქორწინება, შეიძლება რამოდენიმე ურთიერთობა არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ეს არის ნეგატივი, ეს არის შური, სკდებიან ბოღმით, უყურეთ? კი, მოწინავე ადამიანი ხართ, აქ მოგზაურობაც ჩანს, ხალხმრავლობა, იდეოლოგი ხართ, ბევრი ხო გეუნებით ასწავლით, ბევრს მართლა რომ მოწინავე სამსახურები გაქვთ და მარცხენა მხარეზე თავისი ამტკივდა, აი საფეთქელის ზემოთ ვიღაცას ესე გაწუხებთ ხოლმე, იმიტომ რომ აქ მენტალზეა საუბარი, მენტალი გაქვთ ჩაკეტილი, ანუ დანეგატივებული გაქვთ მენტალი, აზროვნების
შრომდება, მიხვდით, თქვენ ფიქრებში, აი თითქოს ხანდახან რომ აი რამოდენიმე ადამიანი ერთად ფიქრობს, ბევრს ესეთი სიტუაცია გაქვთ, იცით? შეიძლება მოგზაურობა თუ არა, გამგზავრება გიწევთ, ან უკვე მოხდა, ან ბავშვებთან ერთად მიემგზავრებით, ან ასწავლით და მოსწავლეებთან ერთად გადიხართ სადმე, ესეთი ვარიანტიც ამოდის, მიხვდით? და აი ნახეთ როგორი წინ ილტვით. ნუ აი ცხვირი ეს მინდოდა მეჩვენებინა, აი ჩანს ხო აი ცხვირს რო ყოფენ, ცხვირს ნახეთ ცხვირს რო ყოფენ. აბა კიდე რა არის გასაგებია ეს, გასაგებია. ნუ აქ ახლა ოჯახიც დაფიქსირდა, სისხლით ნათესავებიც დაფიქსირდა, თქვენი ბედის ბორბალი გენაცვალე, თქვენ თვითონ ძლიერი ხართ და როგორც გინდათ ისე მართავთ, ბევრი პროცენტი, ვინც ახლა პირველ ვარიანტს უყურებს, აქ ამოვიდა იმპერატორი, ძლიერი მამაკაცი ამოვიდა, მეფეც არის გენაცვალე, გაიგივებულია მეფე კვერთხებთან, შეიძლება პიროვნება გიდგათ გვერდზე, ან მეუღლეა, ან ისეთი პიროვნებაა, რომ სამსახურში გიწევთ გადაკვეთა ერთად. ბედის ბორბალი რომ აი კარგად გაქვთ და რომ ესე იგი არ უნდათ რომ წინ წახვიდეთ, უყურეთ, თქვენ ბედს მისტირიან, ბევრს უთქვია რომ ვაიმე ჩუმადაც და პირშიც უთქვიათ რომ შურს შენი თეთრი შური და შავი შური არ ვიცი, შურია. აქ არის აი ოჯახის ახლზე საუბარი, ჯანმრთელობაზე, შვიდიანი კვერთხები საუბარი, შეიძლება ვინმეს სანატორიუმში გინდათ წასვლა და გამოჯანმრთელების საკითხი გაქვთ დაგეგმილი, მიხვდით? არ შეგეშინდეთ, ეს პირიქით არ იქნება ცუდი, კარგი სიტუაცია წავა, კარგად განვითარდება, იცით? ნუ აქ სისხლით ნათესავებიც არიან, არ გამოვრიცხავ, შური და მონათესავეები, მიხვდით? მონათესავეები და ვინ არიან ეს? ერთი კაცი წარსულიდან, მწვანე სანთელი უკან გაგიჟდა, მერე განახებთ, ერთი კაცი წარსულიდან არის. ტყუპები ვისყავს, კი, ტყუპები ნამდვილად, ტყუპების დედა ამოვიდა და სამი ქალი კიდე და მამაკაცი, ესე იგი ახლო ადამიანები, თქვენს გარშემო მყოფინი ადამიანები ამოვიდნენ კიდე, სულ აი ახალი ჭორებია, იცით, ახალი ნეგატივია, თითქოს გუში ნაკიდებული ნეგატივიაო, შეიძლება სადმე იყავით ხო, ხალხმრავლობაში, სამსახურში, ან თქვენთან მოვიდნენ სტუმრად, მიხვდით? აი ხმლების დედოფალი ამოვიდა, როგორ არის, იცით, აი თვითონ სულ იბრძვის ეს ქალი, არ ჩერდება, ან ამ მამაკაცის და არის, არ გამოვრიცხავ, ან თქვენი და არის და თქვენ დას ქონდა ესეთი წარსული და ებრძვიან, მიხვდით? მაგრამ სამი ქალი რო ერთად არის, ან ნათესაური კავშირია, ან დაქალური, აი მეგობრული და კიდე უკან ერთი კაცი, მიხვდით? ეს და ეს მეორე ეს თავიდან ამოვიდა ეს პიროვნება, მამაკაცის ისტორია, რაღაცა ისტორია გქონდათ ესეთი წარსულში. აბა სიყვარულთან დაკავშირებით ვნახოთ. რა ხდება სიყვარულთან დაკავშირებით? ნუ ცხრიანი პენტაკლი, ჩემო კარგებო, სიყვარულზე რა არის, რა გიშლით ხო ხელს, შური ამოვიდა თავისთავად, შური, 10-იანი თასები, ესეთი ბევრს იდილია გქონდათ, ან გაქვთ იდილია ისევ, კარგი ჰარმონიული ოჯახი, 4-იანი თასები, კარგი ეს პიკნიკები, გასვლა, გამოსვლა, შეხვედრები, 9-იანი პენტაკლი გადასარევია ურთიერთობაში, მიხვდით? და აი
აი ეს გადასარეობა ხო გასკდნენ ამითი და შური და ლაპარაკია თქვენზე მინდა გითხრათ. აი ეხლა ეს ახალი აკიდებული თქვენსას აი აქ დავტოვებ, აი აქ დავტოვებ. და მე სტუდიაში აქ ახართ პირველი ვარიანტი. ვაი ვაგლახით, მაგრამ შემოვიყვან სურპრიზს უყურეთ. ოპა, აი რა გაგიმზადათ ნინიამ. ეს თქვენი. აი აქ მოვათავსე პირველ კვანტში, მეორეში და მესამეში რაც საჭიროა თქვენ არ ინერვიულოთ, ნინიამ ყველაფერი გაითვალისწინა. პირველი ვარიანტი. ეხა უყურეთ მეგობრებო, მე რა გაჩვენოთ კიდე. აი ეს დღეს აინთება უსასრულო ბედნიერება რომ გქონდეთ ქალბატონებო, რომ გქონდეთ ესე იგი ეს არის სანთელი, თქვენთვის შევიძინე, აი მანდილოსანი, უსასრულო, აი ისე კარგი სურნელება აქ რომ წამოვიდეს იგრძნოთ სურნელი. აი ამ სანთლით ვიმუშავებ დღეს მე ახლა უკვე გავააქტიურებ ამ სილამაზეს და ეს წარმოიდგინეთ ხართ თქვენ, მაგრამ აი იცით რა არის, მოდი ცოტა ხანი ესე დაგიდგავთ, რომ დაინახოთ, რომ გავააქტიურებ. მოდი ჯერ გავააქტიურებ სწორად, ხო? და ნახეთ, აი გადატყდა, რამდენს გაქვთ შური, პრობლემები, ვააქტიურებ მე ახლა აი ამ უსასრულო ბედნიერებას, უსასრულო უფლის ნებართვით და ვააქტიურებ, რომ ეს თქვენი პირველი ვარიანტი ჯერ სამ ვარიანტზე იქნება. პირველი ვარიანტი რომ ყველაფერი ცუდი რაც აქ აღმოჩნდა, აი აქ დაიწვება. და მე მინდა ახლა აი ეს მეგობრებო, აი ეს დავწვა, უყურეთ. ახლა გამოჩნდება. დავიწყებ მეგობრებო, რომ თქვენი ნეგატივი პირველი ვარიანტის ნახეთ როგორ უჭირს, ნახეთ? ერთი ცალი ვერ იმაშვრებოდა, არ ენთება, რომ დაიწვას, აი ეს ყველაფერი დაიწვას მეგობრებო, დაიწვას. აი ეს რაც მე ჩავიფიქრე და გავკვანძე, აი ამ კვანძებთან ერთად წავიდეს მეგობრებო. და აი ასე იყოს. ნახეთ როგორ უჭირს ერთს, ნახეთ ერთი. როგორ უჭირს გოგოებო? ნახეთ როგორ უჭირს. აქაც რა ხდება? არ დაიწვას იქეთ. არ მუშაობს ერთი სანთელი, არ მუშაობს. ესე იგი, один отчество რა, ერთი რო იყოთ, ნახეთ სანთელს გხედავთ რა დაემართა? ერთი რო იყოთ მეგობრებო და პარა წვილი რო არა ყავდეთ, მიხვდით? წვილი რო არა ყავდეთ, მაგაზეა, არ უნდათ რომ წვილში იყოთ, არ უნდათ, მიხვდით, რომ წვილში იყოთ ჩემო ლამაზებო. მაგრამ ეხლა აი აქ გავატან ნეგატივს, რაც პირველ ვარიანტს ქონდა გაკეთებული, აი აქ უკან ვასხა, უყურეთ. რაც პირველ ვარიანტს ქონდა გაკეთებული, წაიღოს აი ამ ბალახეულობამ. ძალიან ცუდად იმაშვრება, ერთი ცალი სანთელი ინთება.
მეორე სუქრება, ესე იგი, პარაში რო არ იყოთ გოგოებო, მგესმით? პარაში და ანუ ზოგს იცი როგორი ურთიერთობა დაუფიქსირდა, აი თან გაქვთ ურთიერთობა, თან არა გაქვთ ურთიერთობა, ან მალევე მთავრდება ურთიერთობა, ჯერ არ დაწყებულა და უკვე მთავრდება. აქ ისეთი ძლიერი მცენარეებია, აქ ხეც გაქვთ თქვენიმე სპეციალური ხე, ჯადოსნური და იქედანაც ნახერხი ყრია. ნახეთ, სანთელი რა დღეშია გოგოებო? ნახეთ, იმიტომ რომ აქ ისეთ მაგიური რაღაცეებზე აწვეთებს ნინია, რომ ნახეთ, როგორ დაიწყო ტირილი სანთელმა? წარსულიდან მოდის, წარსულიდან ხედავთ? პირველი ვარიანტი. ხსნი შენგან პირველი ვარიანტი. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, ჩემი გამომწერები მხოლოდ და ამ მარტოობას აი ამ ჯადოსნურ მცენარეებზე გადავიტან, შენგან ხსნი და მცენარეებზე გადავიტან, რაც ხელს გიშლის მარტოობაში, ბედნიერებაში და ჩაკეტილი ხარ ვაკუუმში, ვინც გამოგკეტა და ჩამოგიკიდა. ტარო რო ახო იცით, ჩამოკიდებული კაცი, ვინც ჩამოგიკიდა სიტუაცია და ასე გამყოფა, ხო? აი ამ ყველაფერს გიხსნი, განთავისუფლებ, რომ აღარ იყო მარტო, რაც წყევლებია, ყველაფერი აბსოლუტურად უკან წასულიყოს. ნახეთ როგორ გაშავდა პირველი ვარიანტი, ნახეთ. სანთელი როგორ გაშავდა, ხედავთ? ეს არის ტრეშ რო იტყვიან ხოლმე, ეს არის საშინელება. სანთლის ხმა გესმით ხალხნო, რა დღეშია სანთელი? ესე იგი ეს წყევლა ეხლა რომ მოიხსნა უკან ძალიან დიდი წყევლა გაქვთ რომ მარტო იყოთ, რომ ესე იგი რომ განადგურდეთ ვიღაცამ კაცმა რამოდენიმე პროცენტს ესე გაქვთ წარსულიდან დაგწყევლათ რომ განადგურდეთ, კი. უყურეთ რომ განადგურდეთ და მარტოები იყოთ, რომ არავისთან არ გაიხაროთ, ხედავთ? აი ეს არის გაკეთებული, მინდა გითხრათ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხართ, პირველი ვარიანტი. არა უშავს გოგოებო, ახლა გავხსნი მე მაგას, სარვამარტოთ. ამ რიტუალთან ერთად უყურეთ ბედის გახსნასაც, ურთიერთობის გაწმენდასაც, უყურეთ, აი როგორც მიაყოლოთ ერთმანეთს, მიხვდით? ააწყეთ, აი ნოტებივით ააწყეთ თქვენი სიტუაცია. რომ ეხლა ეს გჭირდებათ მე ამაზე დანამატი ეს, როგორც აი პური კარაქი და თაფლი მაგალითად, მიხვდით? კომპონენტში ააწყეთ რიტუალებს უყურეთ და კარგად იქნება თქვენი საქმე. ბევრად კარგად იქნება. ნახეთ, აქ პაჟარი გამიჩინა მე. მოდი აქ. როგორც ეს სანთელი აღარ გამთლიანდება, ისე იყო მთელი და აღარ გამთლიანდება, ისე თქვენი აძინოჩისტვა მარტოობა, ხო? აღარ მოვა თქვენთან. საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს. ამინ. ძალიან კარგი, მეგობრებო. გასაგებია. აი ნახეთ როგორ მუშაობს და ეხლა მინდა გითხრათ, უყურეთ როგორ მუშაობს. დაეტყება, ეს არის ნეკროსიაზებს რო ეძახიან, ფეხები ნახეთ და მიტყეპლილი სული.
ნახეთ, ჩასახლებული გქონდათ, მოგზავნილი იყო თქვენზე, მხრებიდან, კისერიდან გეჯდათ და აი თავი ქონდა ყელთან, თქვენ ყელთან მიხვდით? ნახეთ როგორ. და აქაც სუშავი ცრემლით იყავით. აქაც ნახეთ როგორი თვალი დაეხატა. აი ხედავთ? მაგია თქვენ წინ ხდება თვალი. კარგით მეგობრებო. მოიცა ერთი წუთი მე აქ უკან ცოტა ჩავაქრო, რომ მერეც გამომადგება მესენი ვარიანტებზე. აჰა, ეხლა ნახოთ, ხო, აი განახოთ სამიანი პენტაკლი. აი აქ არის, აი აქ არის, რო იცოდეთ, გააქტიურებულია. გადავდგათ და გადავიდეთ ეხლა როგორ გაიწმინდეთ პირველი ვარიანტი ვნახოთ. პირველი ვარიანტი. ეს რა იყო? შემძრა იცით, შემძრა. მე ეს თანა ეს სერიოზული რაღაცა მიდევს აქ, ისე არ გეგონოთ, რომ ნინია დაცვების გარეშე შემოდის ხოლმე. აბა, არ მოდის ტარო, არ მოდის. და რა არის ეს? ეს არის წვილის ტაროა. წვილის ტაროა, ნახეთ, გზა, ესე იგი ჩაგიკეტეს ხო გზა და ეხა გაგეხსნათ ხო თქვი რა შეიცვალა მეთქი რა გაიწმინდა, გზა გაიხსნა და ნახეთ ზუსტად პარებში ამოხვედით მეგობრებო, ეს აძინოჩისტვა მარტოობა მოიხსნა. ნახეთ, უყურეთ? აბა კიდე ვნახოთ პირველი ვარიანტი როგორ გაიწმინდეთ. ნახოთ ჩემო ლამაზებო. აჰა, გადმოვარდა თვითონ. მწვანე სანთელი გაგიჟდა, იმიტომ რომ მე ხო ფულზეც დავტვირთე, აქ ბევრ თანხებზეც გაქვთ პრობლემა. იცით რა არის? პიროვნება გამოჩნდება, ნახეთ. პიროვნება გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, მამაკაცი. აი, უყურეთ რეები ხდება. თვითონ ხტებიან ტაროები დღეს და მესამე მეხმარებიან, დიდი მადლობა. უყურეთ მეგობრებო. შავი სანთელი გაგიჟდა, მოდის ამ შავ სანთელზე კიდე სასწაული ისინია ბუმერანგი მტრებზე, რუნები, ისე კი არ მოვედი ჩემო ლამაზებო. სასწაული მუშაობა მიდის. დამახჩეს. აქაც ეს ბლაგავონია რო არის. ხო, გაიხსნა კიდე რა, ჩემო კარგებო, მარტო რო ზიხართ და არ გამოდამალავდა ზოგს, ესე იგი ან ზედმეტად ქეიფი მოგდით ხოლმე, ქალბატონებო, ზოგს უყვარს წრუპვა, არ გამოვრიცხავ წყენის გარეშე. ხშირად გიწევთ ხოლმე, შეიძლება ან ოჯახში ხშირი სტუმრები ამიხვდით და აი ეს პრობლემები, ხო, აი ეს პიროვნება ამოვიდა, იცით? მაგრამ იცით რა არის? აქ ორსახიანი პიროვნება ზის მამაკაცი, ერთი პიროვნება არის, მაგრამ ორსახიანი იყო. ეხა გამოჩნდება მამაკაცი, ეს რა არის, იცი? რა მოგეხსნათ, ესე იგი დიაგნოსტიკაში ხო ამოვიდა, რომ ვიღაცა მამაკაცი წარსულიდან ჩაგკეტათ და დაგწყევლათ და არ უნდოდა, ხო, თქვენ რომ პარაში ყოფილიყავით, ხო, გვერდზე რომ კაცი ყოლოდათ ცხოვრებისთვის, ხო, მამაკაცი, სიყვარული და ასე შემდეგ, ბედნიერება რო არ გქონოდათ, ხო? ნახეთ, ეხლა გაიგებთ მაგაზე რაღაცას, ან უკვე როგორ იცი, თვითონ გახდება დამოკიდებული, ნახეთ, როგორ ზის და ტვინი ხა თვითონ აერევა, თვითონ დარჩება მარტო, მიხვდით? ძალიან კარგი. ოპა. გზა გაიხსნა, პარაში ხართ მამაკაცი და ესეც გამოჩნდა, ვინც სიბოროტე გაგიკეთათ. აბა სიყვარულში ვნახოთ სიყვარულში, ურთიერთობაში, მეგობრებო. ესეთ ვარდებში უნდა იაროთ, ეს ვარდებში.
აბა პირველი ვარიანტი როგორ გაგეწმინდათ სიყვარული. ოხ სამიანი კვერთხები გენაცვალე და გაგეწმინდათ რა იცით გაგეწმინდათ უყურეთ აი ეს რო იყო მიტყეპებული სანთელზე რო გითხარით უსასრულო ქალზე რუიანზე ხო აი ეს რუიანი ხმლები იზოლაცია იძულებითი ჩაკეტვა მორცხვობა ურთიერთობის დაწყების ნაბიჯის გადადგმა ახალი ნაცნობობის მიხვდით აი ეს ყველაფერი აი ეს იზოლაცია მოიხსნება და ნახეთ როგორ ესე იგი აი ესენი ეს მაძუნგალები და მიტყეპებული სულები უკან დარჩებიან მიხვდით და გამოდიხართ ამ სიტუაციიდან გამოდიხართ მიხვდით ძალიან კარგი და ამ კაცს თვითონ უყურეთ კიდე გამოიჩინა თავი ეხა ეს კაცი დარჩება იზოლაციაში ეს უკვე დიდი ხანია იზოლაციაშია მარტოა ეშმაკივით ტოქსიკური ადამიანია მაგრამ თქვენ წავდით ჩათრეული და ეხა თქვენ განთავისუფლდებით მიხვდით განთავისუფლდებით და ნახეთ აი ახალი ნაცნობობა ვისაც გინდათ იქნება თან ერთი არა რამოდენიმე ვარიანტი გეყოლებათ მიხვდით ამაზე კარგი რა არის ხო ყველა უნდა გაიცნო ასე ვთქვათ ხო ბრჭყალებში ნორმალურად და მერე უნდა გადაწყვიტო ვისთან უნდა დაიჭირო ბოლოს ურთიერთობა ხო ნახეთ ძალიან კარგი საჩუქრებსაც მიიღებთ ან მიიღეთ უკვე და ეს დაწყვილება მოხდება გენაცვალე რაც ესე იგი ხმლები რა გაიხსნა ესე იგი სიყვარულში ხო ოთხიანი ხმლები ანუ რო არ დაწყვილებულიყავით და მარტო რო ყოფილიყავით და ურთიერთობაში აი ეს რო გაიცნობდი და მალევე მიდიოდა ეს ადამიანი თქვენგან და მალევე ან რამოდენიმე თვეში ზოგს თვეც არა ხო კვირაში აი ადამიანი წავიდა გაქრა რო ვერ გაიგე ისე იმიტომ რომ აქ სპეციალურად გაციება იყო გაკეთებული რომ მარტო ყოფილიყავით მიხვდით და ეს გადადიოდა მამაკაცებზეც მოქმედებდა და მამაკაცები მიდიოდნენ მიხვდით ეხა დაწყვილდებით ძალიან კარგი აბა ეხლა ამ ფინსუნიებზე ვნახოთ იმათ რა მტრებს აბა რა ბრატკა წაუვიდა ვარდისფერის ჩვენი რვიანი უსასრულო ძალიან კარგად მუშაობს განახებთ მერე მეგობრებო გადმოხტა და ამ ერთს დავტოვებ ნუ 10-იანი პენტაკლი მეგობრებო პირდაპირ ფულს დაკარგავს ამას ეტყობა დიდი ფულის პატრონია ან ბიზნესები აქვს ძალიან დიდ ფულს დაკარგავს სამსახურს დაკარგავს და ვალები აეკიდება მინდა გითხრათ თქვენს მტრებს აბა კიდე რა თქვენს მტრებს აი 7-იანი თასები 10-იანი პენტაკლები გითხარით ყველაფერი ძღვენი რაც ქონდა რაც კი აქამდე დაუგეგმავს და ესე იგი ზოგჯერ საჩუქრებით შემორიგებას ცადა იყო ესეთი ვარიანტები ბევრ პროცენტზე მეუბნებიან მაგრამ ეხლა ხო აი ეს ყველაფერი ძღვენი აბსოლუტურად საერთოდ ან ვიღაცა ქალი შეხვდება ისეთი რომ და გარწმუნებთ რომ საერთოდ გააცამტვერებს ან კიდე გონებრივად ესე იგი ჭკუიდან გადავა სასმელზე არის უკვე დამოკიდებული ძალიან ბევრს სვავს მინდა გითხრათ კიდე რა ბრატკა წავა თქვენს მტრებზე აი ვარსკვლავი ჩაუქრება მიხვდით თავისი დაბადების ვარსკვლავი ჩაქრება გასაგებია დიდი მადლობა და გადავიდეთ მადლობა პირველი ვარიანტი მე როგორც თქვი ასეც იქნება და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე ჩემო მეგობრებო გადავიდეთ მანამდე გაჩვენებთ მე ახლა როგორ ხდება ოღონდ ნელ-ნელა ნახეთ რეები ხდება ვარდისფერს დააკვირდით ვარდისფერიც არ არის ეს არის ფიოლეტავი როგორი ქართულად როგორ ამოვიწყო აი ნახეთ
ნახეთ რა ჩამოვიდა და ჩამოვიდა ეს კარგია ძალიან კარგია რო არ მენახებინა არ შემეძლო აქ თქვენი ფინანსებიც იწმენდება თქვენი ბიზნესიც იწმენდება ყველაფერი იწმინდება ეს ყავისფერი და მწვანე სანთლები ტყუილა არ არის და ეს ფერიც აი ამ უსასრულოზე მე ტყუილა არ იმას ვქენი რა ქვია არ შევარჩიე იცით ხო ეს ბლაგავონია ჩაქრა გასაგებია მე ახლა სტუდიაში შემოვიყვან აი ამას და მეორე ვარიანტი ხარ ამინდა გითხრათ იმას აქ დავდებ ხო არ გეწყინებათ ესე მეორე ვარიანტი თქვენს გაქვთ ეს მომზადებული კვანძები თქვენი ყველაფერი ცუდი რომ აღარ იყოთ მარტო აი აქ მენდობით ხო რა თქმა უნდა აი აქ არის ყველაფერი ესეც დაიწვება აქ დავდებ თაფლის სანთელი მილიონში ერთხელ რო გადატყდეს მეორე ვარიანტი პირველი და მესამე ჩვეულებრივად დაიხვა და არ შეიძლება შეცვლა ესე იგი ესე უნდა ყოფილიყო ესე იგი თავიდანვე თავშივე ჩაკრებიდან დაწყებული სახასრარიდან და ბოლოდან დამთავრებული მიწიერ ჩაკრამდე გადატეხილი ხართ უყურეთ ვინ გადაგტეხათ ასე რა არის ეს რა არის ხალხნო გავგიჟდი უბრალოდ ეს რა დღეში ხართ მეორე ვარიანტი არ შეიძლება შეცვლა არა ეს უნდა ვამუშაო მე ბოლომდე რომ მოგხსნათ მიხვდით უნდა მოგხსნათ მეორე ვარიანტი ვარდისფერი ეს მალინისფერია თუ რა ფერია ვააქტიურებ მეორე ვარიანტი თქვენ სანთელს ესე იგი სანთლები როგორ იცით აი მიფრინავენ და მიფრინავენ ჩაქრა მეორე ვარიანტი ეს მხარე და ესეც ძლივს ინთება ნახეთ ხალხო მეორე ვარიანტი რა დღეში ხართ დიდი ხანია მარტო ხართ მინდა გითხრათ ჩემო ლამაზებო ნუ ეხა ზოგს გინდათ და ზოგს არ გინდათ ხო მწვანე სანთელი უკან გაგიჟდა მამაკაცის ცხვირი დაეხატა მერე განახებთ შავი სანთელიც ნუ დაბლა პენტაგრამა დაეტყება აი აქ კაცო აქეთ ვერ ხედავთ აი ეს ნახეთ რა დღეშია აქ რუნები ახატია აქ მტერზე მიდის რო არ გაუხარია ნახეთ აი ესეთი დიდი ცხვირი დაეხატა იქ დიდ მწვანე სანთელზე და დაბლა პენტაგრამა აქ მინდა გითხრათ გააგრძელე მუშაობა ვაშკაცო მეორე ვარიანტი ჩამოკარგებო რა არის იცით ეს სანთელი ამუშავდეს და გეტყვით სანთელზეც ზიხართ მოლოდინის რეჟიმი გაქვთ ჩართული თითქოს თქვენ თვითონ გეზარებათ განძრევა იცით კი ინტერნეტი ურთიერთობა მსოფლიოს მასშტაბით ასე ვთქვათ შეიძლება გადაადგილება გადმოადგილება ბევრი აქეთ იქეთ გქონიათ მიხვდით მაგრამ მოდით არ გეწყინოთ ბევრზე მეუნებიან რომ თქვენ თვითონ განმარტოვდით და არ გიყვართ ბევრ ხალხთან კონტაქტი მაგრამ აქ ისეთი აქ მარტოობაზეა საუბარი მიხვდით მამაკაცის გარეშე და თქვენ უკვე ეს ჩვევაში გადაგივიდათ ბევრს მინდა გითხრათ აი ბევრი ძალიან კარგად გრძნობთ თავს რა ვქნა ესე ამოდის და რატო ხართ აბა ესე რა ხდება აბა ვნახოთ თქვენ სახლში ხართ ან განმარტოებული მარტო ზიხართ და ელოდებით აი ვის ელოდებით და რას ელოდებით თქვენ თვითონ არ იცით ხოლმე ბევრჯერ რა არ იცით ხოლმე ნუ ეს ნეგატივია ესეთი ნეგატივია გაკეთებული ლოდინის რეჟიმი სურო ელოდო აი უყურეთ აი აქაც აი ჩამოვიდა უკვე ცრემლები აი აქაც ნახეთ
ჩამოვიდა გულმკერდზე, გულმკერდის ჩაკრაზე, იმუშაოს. კარგით, აბა ნახოთ ახლა რა ხდება თქვენს თავს. რა ხდება, რა ნეგატივია, რა მხრივ ხართ ჩაკეტილები ძირითადად, აბა ეს განმარტოვებას რატომ მიეჩვიეთ და ბევრი უკვე კომფორტში ხართ, თითქოს კომფორტს განიცდით, იცით და ამ დროს ვერ ატყობთ, რომ ცხოვრება გადის. მიხვდით? რვიანი ხმლები, ხო თქვი, სრული იზოლაცია გაქვთ, გოგოებო. რა გჭირთ მეორე ვარიანტი? არც მიკვირს სანთელი ისეთ დღეშია, გადამტყდარი, გადაგტეხეს, ბევრი ბრძოლები გქონდათ ცხოვრებაში, ბევრი არ დანებდით, ბევრი ტრაუმები გქონდათ, სულიერი, ფიზიკური, მიგატოვეს, დაგტოვეს, გიღალატეს, მოვიდოდნენ პიროვნება, წავიდოდა, მოვიდოდა ცხოვრებაში, კი, აი ყველა სანთელმა დაიწყაპუნა, მოკლედ, ძალიან დიდი ტრაუმები გადაიტანეთ, თქვენიანებმაც გიღალატათ, მინდა გითხრათ, იცით, აქ ტყუილებიც იყო, ტყუილებზე აწყობილი ურთიერთობები იყო, მერე ხერხემლის ტკივილი იყო, ესე იგი უკნიდან ჩაგიდეს ეს პორჩა, იცით, მეორე ვარიანტი, აი აქაც უკნიდან და აქაც უკნიდან მიტყეპებული ხართ, აგერ სრული იზოლაცია, აქ ციხესაც მიჩვენებს, რა ვიცი, ვინმე იყო იზოლაციაში სერიოზულად, ადრე რამე პრობლემა იყო, თუ არა და მაშინ ეს პრობლემაა, მე რასაც გეუბნებით, აქ გენაცვალე ყველა გიყურებდათ გამოსაყენებელ ობიექტად მემაპატიეთ, მაგრამ ესია გოგოებო, მამაკაცებზე გულისხმობ, იცით? მანიპულატორობდნენ და მერე დაგტოვებდნენ თავის სასრო მიაღწევდნენ და წავიდოდნენ. აი ესე ამოდის. აქ კი იყო პიროვნებები, ბევრი თქვენ გაწიეთ წინ, მაგრამ ვისაც ჩავაცვიო, იმან გამხადაო, ხო გაგიგიათ ესეთ რაღაცა. აბა კიდე რაზე? ხო თქვია რა, დედმამიშვილები, რატო თქვი წამომცდა, არ ვიცი, უნდა მეთქვა სისხლით ნათესავები, ახლობლები და დედმამიშვილები მათქმევინეს, მეგობრებო. დედმამიშვილები მათქმევინეს სისხლით ნათესავებიც და აქ ამოდის გენაცვალე ზომიერება, იცით რა არის, გეუბნებიან რომ აი ზომიერება და ბალანსი კარგია ცხოვრებაში, გოგოებო, მაგრამ მთლიანად იზოლირება და ყველაფრის ის არ შეიძლება, ან იქეთ უნდა წახვიდე წინ, ან რაღაცა უკან უნდა დაიხიო ცხოვრებაში, ხო, ან აღარ გააგრძელო და თქვენ, აი ეს ზომიერება, ხო, ისე გაქვთ, აი როგორც აქ რო ვთქვი თავში მე, ნახეთ, ლოდინის რეჟიმი გაქვთ ჩართული, აქაც რვიანი ხმლები გამოკეტვის, აქაც 4-იანი თასები, სიზარმაცე, განძრევა აღარ გინდათ, იმ ჩაკეტილი ხართ ვაკუუმში, მიხვდით? დაპაუზების რეჟიმი გაქვთ, თითქოს დაიღალეთ და ეხა ვისაც წლოვანება პატივს ცემს და პენსიაზეა, გასასვლელი გადით პენსიაზე, მაგრამ ვინც სახლში ხართ, მიხვდით? გადაათამაშეთ თქვენ თავებზე რა, აქაც აგერ 6-იანი ხმლები, არეული გზები, არასასურველი გზები, არასასურველი პიროვნებები იყვნენ, აქ რამოდენიმეს მიჩვენებენ ცხოვრებაში და მაინც ვერა და ვერა რა, ვერ მიხვედით იქამდე, რომ ბედნიერება გეპოვათ, ჩემო კარგებო. აბა სიყვარულში ვნახოთ რადონის, ესე იგი იმდენად არის სანთელი, რომ გაჩერდა ეს გატეხილი სანთელი, აღარ აწვეთებს, ნახეთ? აი აქაც კი დაპაუზება გაქვთ სანთელზეც და გაყინული გაქვთ. იმიტომ აი როგორც ყინული ისე გადამიტყდა ხელში მე სანთელი და სხვა პირველი ვარიანტი და ეს მესამე თაფლის, ხო, ჩვეულებრივად დამუშავდა. აი ისვრის, ნახეთ, შური და ეს წყევლა. თქვენ ზურგს უკან გაზით, მაესა მხრები მარცხენა მხარეს უფრო ისე ამტკივდა, ეხლა სერიოზული შავი წყევლა გაქვთ.
აბა სიყვარულთან დაკავშირებით ვნახოთ. ნუ ხო ვთქვი 10-იანი ხმლები არა, 10-იანი ხმლები ნეგატივი გენაცვალე, ნეგატივი ამოდის, სერიოზული, მეფე თასები, ესე იგი რომ და 5-იანი კვერთხები, ესე იგი ეს ან ზედმეტად იყო აქ დროს ტარებები, ან სურო უაზრო დატაროთ დრო და ცხოვრება ისე გავიდეს რომ ვერ გაიგოთ, ესეც ნეგატივია, მიხვდით? ან ბევრი ზეიმი თანამშრომლებთან, აი აქ რომ წავიდეს თქვენი ენერგია, 10-იანი ხმლები, ავადმყოფობა, გამოკეტილობა, უნიათობა, ღალატი, ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება, დიდი ნეგატივია. აი წყევლებია მეთქი და აი აქ აი ფეხი გამოჩნდა უკვე უყურეთ, ფეხი გამოჩნდა აი ამაში. დაეტყება უკვე აქ მიკრული მოხეტია ავისული, ბნელისული და მამაკაცი იყო რომ ზედაპირული ურთიერთობა რა, კი თბილი მოალერსე, მაგრამ მხრებზე არ უნდა ზოგვარი აცესია ესეთი პიროვნება გიდგათ ან ედგა გვერდზე რომ აი ესეთი მამაკაცები გვხვდებოდნენ რომ მხრებზე არ დაიდგავენ ზედმეტ ბარგს, ანუ ოჯახი და მიწიერება არა, აი ზედაპირული და შორი ურთიერთობა რომანტიული და ინტიმური კი. აჰა, 9-იანი კვერთხები გენაცვალე. დამალვითი ან საერთო ახლობლები ყავდათ, საერთო ნათესავები აქ პენტაკლიც ამოვიდა, მეორე მამაკაციც დაჯდა, შეძლებული ბიზნესმენი, მაგრამ ამასაც თავის ტარაკანები აქვს თავში, მიხვდით? ან ჰქონდა ეს დამალული ურთიერთობა, არ ვიცი ვისი და რისი გცხვენიათ, ან გცხვენოდათ, გადაიზარდა მე 10-იან ხმლებში და 8-იანი კვერთხები გენაცვალე. აი რო არ იძულებითი, აი რომ ესე იგი წაიყვანეს ადამიანი რა, რომ აღარ გქონოდათ ურთიერთობა, მიხვდით? აი ეს უყურეს გადმობრუნებულია მამაკაცი და თქვენ კიდე აგერ მარტო ხართ. მიხვდით? კარგი ჩემო კარგებო, აბა ვნახოთ. ეხა მე მაინტერესებს ერთი ვინ იყო ეს, ვინ გააკეთა? უცებ. ნუ ქალბატონი ამოვიდა ახალგაზრდა, მეორეც ამოვიდა, შეიძლება შვილი წყავს და მამაკაციც ამოვიდა. ქალბატონი უფრო ახალგაზრდა რო ვერ წარმოიდგენ ისეთი, ან დედაშვილი და ან ნუ ხო ესე ამოვიდა და კიდევ აი დაპაუზების პერიოდი რა, რომ იჯდე და არაფერი არ გააკეთო. მერთო ჩემო. გასაშინელება. აჰა, პირველი ვარიანტი მე აქ გამოგწევ, მეორე ვარიანტი ახლა მე აქ გამოგწევთ ჩემო კარგებო. ერთი წუთით ამას აქ დავდებ და სტუდიაში შემოვიყვან, ნახეთ რა კარგად მუშაობს, ხედავთ? აი ეს ყველაფერი ნიაღვარი, აქ გულები, თაგვები, კრადნიკები, აი ეს რა ქვია, გველები და ისინი მკერდი დაიხატა, დიდი ფეხები რო აი დღეზე დაგაჭირეს, მოკლედ, ასევე დაიხატა ჩემო კარგებო, ყვავილი, რო ლილია რუსულად რო არ გქონდეთ ბედნიერება, აი მამაკაცი გამოვიდა შორიდან, რო გიყურებთ, უყურეთ როგორ ხართ, აქ სუშნასწები ერთმანეთზე ზიან, მიხვდით? აი ნახეთ რა კარგად მუშაობს, გადასარევად მუშაობს, გადასარევად მიხარია. და აქ ნახეთ მწვანე სანთელი რა დღეშია, უყურეთ, აი ცხვირს ხედავთ? აი რამხელა ცხვირით. აპატიეთ მესამე ვარიანტი. აი, მოკლედ მეორე ვარიანტო ჩემო კარგებო. მე ხლა მოგხსნით. ой, რა დღეში ხართ, მეორე ვარიანტი. გარბი ხართ ცალ-ცალკე, ნახ სანთელზეც არ მოდიხარ, გარბი ხართ. ოპა, ნახეთ დაეჯახა სასწაული. მოკლედ მეორე ვარიანტი, გოგოები, მანდილოსნები,
რაც კი ესე იგი აი აქ რაც დაფიქსირდა დიაგნოსტიკაზე ხო აი ეს აძინოჩსტვა ეს მარტოობა აი ამას ყველაფერს ხო ვაბათილებ თქვენგან ხსნი ჩემო მეგობრებო გიხსნით აი ამ დაპაუზებულ სიტუაციას რო აღარა გაქვთ ხალისი რო დაიღალეთ აი კიდე მცდელობებით და კიდე რო არ ვარ გაისპიროვნება მიხვდით აი ამ კოდს შლი აი ამ აქტიურობიდან გამომყავს ეს კოდი, მარტოობის კოდი და შემყავს აი ფულზე და ბარაქაზე, მიხვდით? ფულზე და ბარაქაზე. იმიტომ დავანთე ეს მწვანე სანთელი, რომ რაღაცაში ხო უნდა გადაიტანო, გადადის მერე ენერგია ხო, რო იხსნება საერთოდ ნეგატივები ჩემო გოგოებო, მერე რაღაცაზე გადადის და კინაღამ ჩაქვრით აქ, კინაღამ ჩაქვრით რო იცოდეთ. რაღაცაში გადადის და მოდი გადავიტანო ბიზნესზე, ფულზე, მატერიალურზე, ხო? მატერიალურზე. იმიტომ რომ აქ თქვენ არამარტო მენტალური, ანუ თავი გაქვთ ჩაკეტილი და აზრებზე იმუშავეს, არამედ იმუშავეს მიწიერ დაბლა ჩაკრებზეც, რომ არც სექსი გქონდეთ, არავის არ მოუნდეთ, მიხვდით და თქვენ თვითონაც აღარ მოგინდეთ, რომ თქვენ თვითონაც იჯენთ თქვენ თავებს იზოლაციაში, მიხვდით? აი ამ ყველაფერს ხსნი, ვანადგურებ მეორე ვარიანტისგან. ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებს, ნახეთ როგორ ქრებით გოგოებო, ნახეთ. ნახეთ გოგოებო, ქრებით. ვა დედა, არ ეკიდება ჩემო გოგოებო, არ ეკიდება. ძალიან დიდი ხნისა მინდა გითხრათ, ძალიან დიდი ხნისა. ნახეთ სანთელი არ მუშაობს. ნახეთ სანთელი არ მუშაობს. არ ეკიდება, არც იქიდან ეკიდება, არც აქედან. ნახეთ ხალხნორეები ხდება მეორე ვარიანტი. ხსნი ბლოკებს, ხსნი ნეგატივს, გადით დემონებო აქედან, გადით ავოსულებო. ოპა, გასკადა. ნაი გასკადა ძალიან კარგი. გადით დემონებო, თქვენ აქ არავის არ დაუპატიჟი ხართ. უნდა წახვიდეთ, ვინც მეორე ვისი ვარიანტიც არის, ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებს, მხოლოდ ჩემი გამომწერები. წადით აქედან, წადით მეორე ვარიანტიდან, გადით სხეულიდან, გადით თავიდან, გადით ტანიდან, მეორე ვარიანტის ტანიდან. თავიდან, სულიდან, გულიდან მოშორდით, გადით, დაიკარგეთ. გადით დაიკარგეთ, მოშორდით, აქ არავის არ დაუპატიჟი ხართ. მეორე ვარიანტისგან ხსნი აი ამ ყველაფერს ნეგატივს, ხედავთ სანთელი რა შვრება გოგოებო, თქვენ თვალწინ ხდება. მეორე ვარიანტისგან ხსნი ნეგატივს, სპორჩა-კორჩას, რაც კი მოშვებული იყო თქვენთან გამოშვებული პროგრამები, დისტრუქციული პროგრამები და შემთხვევით აკიდებული პროგრამები, ყველაფერს ხსნი და ფულზე გადამაქვს ბიზნესზე, გადამაქვს მატერიალურ მხარეზე, ენერგეტიკაზე გადამაქვს. მინდა ცოტა დაეწვეთოს აი აქ გოგოებო, რომ ძალა აიღოს, აქ უჭირს, ნახეთ, უჭირს. აქ ფინანსებიც ძალიან ბევრს გაქვთ სავალალო სიტუაციაში. ზოგს ფინანსები, იმიტომ რომ არ გამოვრიცხავ, რომ მამაკაცზე იყავით დამოკიდებული და ეხლაც ისა აღარ არის ხო შემოსავალი, ესეც ხდება ხოლმე, ხო? არც ამას არ გამოვრიცხავ. ოპა, მეორე ვარიანტი ხედავთ? სანთელი არ მუშაობს საერთოდ.
საიდანაც მოვიდა ნეგატივი, იქ წავიდა. საიდანაც მოვიდა ნეგატივი, იქ წავიდა. საიდანაც მოვიდა ნეგატივი, იქ წავიდა. პაჟარი არ მინდა მე. ხედავთ მეორე ვარიანტი რაებს აკეთებთ, რა დღეში ხართ? ლამს პაჟარი გაჩნდა. აქ ვაწვეთებთ ან დაგანახებთ. აი ასე დაიწვას და დაიფერფლოს, აი ასე თქვენი ნეგატივი, თქვენი აძინოჩისტვა წავიდეს, მოიხსნას, წავიდეს და გადავიტან ენერგეტიკაზე, ფულის ენერგეტიკაზე, ფინანსების ენერგეტიკაზე გადამაქვს, რომ მარტო აღარ იქნებით მერე. ხალის გიბრუნებთ, ხალისი დაგიბრუნდებათ, აღარ იქნებით ესე უნიათო მდგომარეობაში, აღარ დაგეზარებათ მეგობრის გაჩენა, ან გათხოვება, ან სიყვარული, ვისაც ეს გჭირდებათ, გესაჭიროებათ, აღარ დაგეზარებათ, მეგობრებო, მინდა გითხრათ, გოგოებო. ნახეთ რა დღეში ხართ გოგოებო, ძლივს რაღაცა გამოანათეთ. ხმა გესმით? დემონები მიდიან, არ უნდათ წასვლა. ენერგეტიკულად გჭამდნენ ახლა ესენი. ბეჭებზე, მხრებზე გეჯდათ, მუცელში, კუჭნაწლავში. უაზრო ჭამასაც ვხედავ მე აქ. რო არ გინდა და მაინც რო ჭამ. ესეც ნეგატივია, ესეც ეგ ჯადოა გაკეთებული, ჯადოს განიცის ესე. მიხდით? იცის ესე, იცის. ფოკუსნიკები გამიჩნდა პაჟარი მე აქ. ხედავთ მეორე ვარიანტი, რა დღეში ხართ? ოპა. ამიტომ არ ვიცი ხოლმე როგორ განვითარდება საერთოდ რიტუალი. ამიტომ არ ვიცი ხოლმე, იმიტომ ვიცახი ხოლმე წინასწარ არასოდეს არ ვიცი როგორ განვითარდება. გასაგებია. აი ესე მეორე ვარიანტი. ხედავთ რა დღეში ხართ ხალხო? ხედავთ რა დღეში ხართ? ეს არ უნდა ყოფილიყო ესე. ესე არ უნდა ყოფილიყო და ჩაქვრა ეს უსასრულობა ჩაგვიქვრა. ყოჩაღ მეორე ვარიანტი. ტაშს გიკრავთ. მეცადე თავანთო ჩემო ლამაზებო. ტაშს გიკრავთ, ხედავთ, რეები ხდება. კარგით, გადავიდეთ. მოიხსნით, მოიხსნა, კმაყოფილი ვარ, მე ხო შეგრძნებები მაქვს და მშვენივრად ვგრძნობ თავს, გეგოებო. ჩემო ლამაზუკებო და ნახოთ ახლა აი ამ იზოლაციიდან, აი აქედან ბლოკებია, რა მოიხსნა, ნახოთ ხო? ნახოთ გოგოებო, ნახოთ. ორი წამი. შეგიძლიათ ეს რიტუალი სხვაზეც უყუროთ. შეგიძლიათ. მე აქცი რა უნდა ვქნა. აი ამას ახლა აი აქ ჩავაქრობ, იმიტომ აღარაა საჭირო. საკმარისად იმუშავა. ამას თავისი დატვირთვა აქვს. აქ რა არის ვიღაცა უნდა გათხოვილიყო და საპატარძლო კაბამდე მივიდა და გაიხადა, ესეც მიჩვენებს. აბა მეორე ვარიანტი, აძინოჩისტვა, მარტოობა, აბა როგორ გაიწმინდეთ, რა გაიწმინდა, რა მოგშორდათ. ოჩახ, ახლა გადიხართ ხალხში, ხალხნო, გადიხართ, ტყუილავი წვალი ამდენი.
ჩიმოლამაზებო, გადიხართ ხალხში უყურეთ, გადიხართ, აი ხალხმრავლობაა მოგდით, ჩემოკარგებო, ახალი ნაბიჯები ცხოვრებაში, თანამშრომლებთან, აი ყველანაირად შეგეცვლებათ, იცით, ოჯახშიც კი შეგეცვლებათ სიტუაცია, სხვანაირად იგრძნობთ თავს, ლაღად იგრძნობთ თავს, მიღწევები გექნებათ გენაცვალე, ადგილმდებარეობასაც შეიცვლით, მე არ გამოვრიცხავ. აგე შეხვედრა, გაცნობა, შეიძლება დაპატიჟება, ერთად გასეირნება, პაემანი ჩამოკარგებო და გამოგიჯამრთელდათ, აი ეს სცენარეებზე ხო ვიმუშავე, გამოჯამრთელდა და 1 2 3 4 პიროვნება 5 დროში 4 პიროვნება მითხრეს, არ ვიცი, გააქტიურდება, ცუდად არა, კარგად გააქტიურდება. ჯამრთელობა, გამოჯამრთელდა, ესე იგი, თქვენია ეს დაბეტონებული, დაკოდირებული ტვინი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? თავში ტვინი გვაქვს, ხო? რომ ვიაზროვნოთ. ესე იგი, აბა კიდე აბა 1 3 ტარო ვნახოთ, 3 ტარო ვნახოთ. მამაკაცები, გენაცვალე მამაკაცები. იცით რა არის, რამოდენიმე მანდილოსანი პროცენტი ვინც აქ მიყურებს, თქვენ თვითონ ხართ იცით, მეომარი ადამიანი და აი ეს მეომრობა დაგიბრუნდებათ და აი ესე არ იჯდებით, აღარ დაჯდებით, უყურეთ, რომ დაგსვეს, ნახეთ, გამოცოცხლდებით, აი ესე აღარ დაჯდებით, პირიქით გამოცოცხლდებით, ძალიან კარგი, ახალი გადაწყვეტილებები, ახალი აზროვნება, აი სახასრარა ეს ჩაკრა თავზე გაგეწმინდათ გენაცვალე, აბა რა ფინანსებიც, ეს ფინანსებსაც ნიშნავს ეს ხეები, იმიტომ რომ მწვანეზე ნეგატივი ხო ენერგეტიკაზე გავცვალე, მიხვდით? აი ერთი მამაკაცი თასების ამოვიდა, ცოტა ახალგაზრდა და მეორე კიდე ხმლების ამოვიდა. ნახეთ, 2 მამაკაცი მოდის და გაემზადეთ. არჩევანი გექნებათ, არჩევანი. აბა სიყვარულში რა იყო ჩაკეტილი, ხო ნახეთ და აბა რა მოიხსნა სიყვარულში, ურთიერთობაში. მეორე ვარიანტს. პირდაპირ შეხვედრა, აი ეს 10-იანი ხმლები მოიხსნა, ვაიმე რა კარგია. როგორ მიხარია? და გადავიდა 10-იანი ხმლები შეინაცვლა 10-იანმა კვერთხებმა. გადასარევი შეხვედრა, კიდე გასეირნება, ახალი ნაცნობობა, ახალი ბედი, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ფორტუნა და ბედის ბორბალი ორივე ერთად დაჯდა. უყურეთ გოგოებო, თქვენ წინ ვიღებ, ვინც ჩემ რიტუალს უყურებთ, ბედის გაახსნას და ასე შემდეგ ურთიერთობის გაწმენდას, უკვე ჩაშვებულია ძალიანაც კარგი და უყურეთ მცოდნე მამაკაცია უყურეთ, არ არის უტოვინო საქმიანი მამაკაცი ამოდის გენაცვალე, თავისი ბიზნესები აქვს, ნახეთ, ეს ერთი და მეორე ცოტა უმცროსი ამოდის გენაცვალე, რომლებთან ერთადაც კიბეზე ახვალთ ერთად და დაგეხმარებათ, რომ აი ესეთი კარგი ხასიათის იქნება, რომ ჩატედ ახვალთ ცხოვრების კიბეზე, მიხვდით? ჩატედ. ეხლა თქვენ მტრებს რა, აბა თქვენ მტრებს მეგობრებო? ბუმერანგი რაზე დაიჩაგრებიან. ურთიერთობა პირდაპირ ერთ-ერთში, აი თქვენი მტრები, აი ეს ზედაპირულობა, აი ეს ტოქსიკურობა, აი ეს რომ არ უნდა მოკლედ ძალიან ჭკვიანი რო გონია თავი და მეოზევი ასე მინდაო, რომ ზედაპირული ურთიერთობა მქონდეს და არ მინდა ოჯახში მხრებზე დავიდგაო, ბარგიო, ზოგი ხო ესე ფიქრობს, ხო? აი თავისი აზრებით, ხო, ვინც აი ცუდად გისურვათ, რომ ეს მოლოდინის რეჟიმი, ხო, ეს გადაჭარბებული უკვე ორიანი კვერთხები, ხო? აი უყურეთ 10-იანი თასები, გენაცვალე იდილია, ჰარმონია, კარგი ოჯახი, კარგი შეხვედრები, კარგი გასეირნება და
ყველაფერი კარგი აღარ ექნებათ. აი ეს აღარ ექნებათ, დაიჩაგრებიან ურთიერთობაში და ვიღაცა მამაკაცი დაიჩაგრება. ნახოთ აბა კიდე მტრები. ნუ ტარო განმეორდა ისევ, აი ეხა თვითონ დაჯდება და თვითონ დიდი ხანია ზის და მოლოდინის რეჟიმში უბრალოდ არ აღიარებს ამას, თორე ძალიან და გააგრძელებს კიდეც ასე და ორიანი ხმლები გენაცვალე, ნახეთ, იმას დაეტაკება, ვისთან ერთადაც თქვენ ნეგატივი გაგიკეთათ, იცოდეთ. აი ეს წყევლებიც თუნდაც ცუდად გაიფიქრა, ეს უბრუნდება, შვიდიანი თასები, აი ამ სიმშვიდეს დაკარგავს, გააფრენს დამიჯერეთ, შეიძლება წამლები დაჭირდეს, არ გამოვრიცხავ, ან უკვე ხმარობს წამლებს ეზის, ამას აი ხედავ. აბა კიდე ბუმერანგი ვნახოთ მტრებს. ვინც თქვენ ეს აძინოჩიტვა მარტოობა გისურვათ. ნუ გენაცვალე რა არის მოიცადე, ისეთი პატარა ფისვა და ისეთი ლამაზი ვიღაცა გამოუჩნდება, ესე იგი, უყურეთ, წყვილში გონია რომ წყვილში არის და აი ესეც მიატოვებს, მიხვდით? ეს არის ბედის ბორბალი, ვეღარ გავიხსენე, კალესოს უძბი. ესე იგი, აი როგორც თქვენ აი ეს ბედის ბორბალი ხო ჩაგიკეტათ, ხო, ეხლა ამას ერთ-ერთში ბუმერანგი წაუვიდა, მიხვდით? მაგას უყურებდი ძალიან და განდეგილი მარტო დარჩება. ისედაც არის უკვე მარტო, არის, არ აღიარებს, მაგრამ ძალიან ცუდად არის, გეუბნებით. აგერ არის და ვიღებდი კიდე, მაგრამ რას ვიღებდი? ტობა ხელმა წაიღო და ბარემ ამოვიღებ და ვნახოთ. მოკლედ ორიანი პენტაკლი, აი რაღაცა შეხვედრები, ფინანსები, მოლაპარაკებები, აი ამ მაგიასთან დაკავშირებით ხო მოატყუებენ, ფულს გამოართმევენ და არაფერს არ გაუკეთებენ, იმიტომ რომ ეტყვიან რომ ნუ დამღალეო, დავიღალე უკვე შენი უაზრობით. აი ზუსტად ესე იქნება, დამიჯერეთ და აჰა, კიდე ბაშნია ამოვიდა, ორი განდეგილი მარტოობა და აჰა, დაენგრა ყველაფერი, დაინგრეს. ამინ. მეორე ვარიანტი, მადლობთ, უცებ ავიღებ, დამელოდეთ, ეს არის ამინი. სუფთად ხართ ჩემო კარგებო, გასუფთავდით, ვგრძნობ მე, ხო იცით რომ თქვენი ნინია გრძნობს ტანზე და სხეულში. გრძნობს ყველაფერს, მადლობა. მეორე ვარიანტი, გადავედით მესამე ვარიანტზე, არაუშავს საათს გადაცდა, მაგრამ თანამდებრულად უყურეთ. მესამე ვარიანტი, ოთხიანი პენტაკლი, შეძლებული ბრძანდებით და მოგზაურობაც გიყვართ და ფულს უყარხართ და ფულიც გიყვართ და რაღაცა დანაზოგები გქონდათ და გააქვთ და იცით რა არის თითქოს აი აქ პატარა შეიძლება ადრე ძალიან დაეხმარეთ ვიღაცას და ეხლა ცოტა სიძუნწე ცოტა ისეთი სიტყვა, იჭერთ თქვენ ფინანსებს, იჭერთ რომ ესე იგი არ წაგართვან, ან რაღაცაში უნდა დააბანდოთ და ვერ რისკავთ, მიხვდით? ვერ რისკავთ. აი ფინანსები წაგართვეს და ფინანსებზე გაგიკეთეს ნეგატივი, ან სახლი გაიყო, ან ქონება გაიყო, ხვდით? აი ამაზეა ნეგატივი, თავზეც არის გაკეთებული, უყურეთ, თავზე ამას იმას ეძახიან, თავზე მსახიობები რო იფარებდნენ დაწნულ კოლგოტს, აი ისეთი ვარიანტი კეთდება მაგიაში, რომ მარტო იყოს ადამიანი, მიხვდით? რომ მარტო იყოს ადამიანი, გასაგებია. აბა მესამე ვარიანტი დავიწყოთ. გონიდა მე ასანთი გამითავდა, მაგრამ არა უშავს ისევე ამ ასანთით გავააქტიურებ, არაფერი არ მოხდება. მესამე ვარიანტი,
დაიწყოს მუშაობა. აბა ვნახოთ, ეხლა ვნახოთ, ჩემო კარგებო, რა არის, რაზე ხართ კიდე, ესე იგი ფიზიკურად წელსქვევით დაგარტყეს და თავზე და ხო, ყურებით ჩათრეულია, არ გიგუბდებათ ხოლმე, აქ რუნებზეა ნამუშევარი, რუნებზე ჩემოკარგებო, რუნებზე. სადღაცას კიდე ან ფულის დაბანდება იყო, ამასაც მეუბნებიან, ფულის დაბანდება იყო, მე რაღაცა წინ წავიდა საქმე, მე კრახი განიცადეთ, ეს ნეგატივია. აბა მესამე ვარიანტი, თქვენი მარტოობა რა არის გაკეთებული, რამხელა რა ნეგატივია, ოჰოჰო, ამოდიან და ამოდიან, სისხლით ნათესავები და ქალი და კაცი. სისხლით ნათესავები და ქალი და კაცი. გასაგებია კიდე ტუზი კვერთხები, რომ აი ზუსტად რომ 4-იანი პენტაკლი ნახეთ, მიწიერებაზე დაგარტყეს, მიწიერებაზე რომ გზები ვერ გამონახოთ, ჩაგიკეტეს გზები, აი რომ აღარ იაროთ 5-იანი თასები, იმედები რომ გაგიცრუვდეთ, ცარიელი, ჩამოვარდა. მე იმას ვიზავ, აი ეს ჩამოვარდა, აი ეს ნახეთ როგორ არის კბილივითაა რაღაც, აი კბილივით ნახეთ, მოტეხილი კბილივით. აი ეს არის ზუსტად რო ვთქვი, მაგის ნეგატივია მეთქი, მოკაბეჩილივით ნახეთ, მოგკბიჩეს, აი თქვენი ბედნიერება მოკბიჩეს. მიხვდით და ესე დააგდეს. მას მე რაც დარჩება გოგოებო, ცალკე დავწვა, თქვენ არ ინერვიულოთ, ეთერს გარეთ ხოლმე დავამთავრო, იმედები გაგიცრუეს, რომ ვიღაცას ურთიერთობა გქონდათ და რომ თქვენთან ურთიერთობა აღარ მოუნდეს ინტიმური, აი აქ ორი პიროვნება, სამი პიროვნება, ურთიერთობები იყო, ჩაგიკეტეს, მიხვდით, ჩაგიკეტეს, აჰა, ქალმა და კაცმა ჩაგიკეტეს. პირდაპირ, აქ უკვე ეს არის одиночествоზე, ანუ მარტოობაზე, კი არა, აქ უკვე პოტენციაზეა, მამაკაცის პოტენციაა ჩაკეტილი და პრივაროტია გაკეთებული, მინდა გითხრათ, ცხოვრების ხიდიდან ჩამოგსვეს რა, ასე ვთქვათ და ცარიელ ნავში ჩაგსვეს სავსე ნავიდან. აბა კაცი და ქალი, კი, იცნობთ ამათ, იცნობთ. კი, აქ წყლის მაგია იყო გაკეთებული, არის გაკეთებული, როიანი ხმლები სრულ იზოლაციაში და მარტოობაში რო იყოთ და თქვენ თვითონვე რომ ესე იგი სუკითხვის ნიშნის ქვეშ იყოთ და ტუზი ხმლები რო აი ეს ახალი დასაწყისი რომ საერთოდ ახალი აღარაფერი აღარ დაიწყოთ, მიხვდით? აი ამაზეა რო აღარ მოგინდეთ არავინ აი ეს ახალის გაცნობა და ახალი ურთიერთობა, აი ესე უყურეთ როგორ აი ჩამოვიდა წელამდე, ნახეთ, აი გველები, ნახეთ გველები. აი აქაც. ეხლა ისე ამტკივდა მარცხენა მხარი და მკლავი, აი ამეებზეც ნახეთ, კარგია იმუშაოს. ხო, გასაგებია, აბა ვნახოთ სიყვარული ეხლა უცებ, სიყვარული ვნახოთ. მესამე ვარიანტი. რვიანი კვერთხები. აქ მასკით ამოვიდა ქალი, ორპირი ადამიანი, რომ თქვენთან კარგად არის და შემდეგ კიდე თვითონ კიდე 10-იანი ხმლებია დედოფალთან, 10-იან ხმლებთან ერთად დედოფალი ხმლებია, წარმოიდგინეთ ხალხნო, ესე იგი თანამშრომელი შეიძლება იყოს, მეზობელი შეიძლება იყოს, რძალი, არანათესავი დედამთილი, ან სიდედრიც, რატომღაც მაწვდიანესი, არ ვიცი, აი აქ კიდე გენაცვალე პიროვნებები ამოდიან, არის ისეთი აი ქალი მასკით უყურეთ ქალი მასკით, რომელიც აი გეპირფერებათ სიყვარულში ეს შეხვედრები გქონდათ და დაგიმთავრდათ, მამაკაცმა ზურგი გაქციათ, მიხვდით?
ზურგი გაქციათ და აქ არის რომ კიდე სხვა ქალთან წავიდა თქვენი მამაკაცი, სხვა ქალთან, იმიტომ რომ პრივაროტია გაკეთებული ქალებზე, ანუ ქალები სხვასთან რო წავიდეს, მიხვდით? კარგი, ჩემო კარგებო, მესამე ვარიანტი. მოდით აბა გაგწმინდოთ ახლა. გაგწმინდოთ. მოგაშოროთ ეს დავით არაბები. თან განახებთ მე აქ რაღაცას. ეს ყავისფერი სანთელი თავისთვის წნარად არის და აქ წმინდავთ, კარგია. ნახეთ, ფული, სიმშვიდე, ბიზნესი, უყურეთ. აი, მოდის და მოდის, ნახეთ. გველები, მოდის და მოდის. და ესეც, კინა გამშავს იმას ვქენი. აი ესეც ნახეთ. სუ ფიგურებია, ნახეთ. აი ფეხები წავიდა ბუმერანგები, ნახეთ. ხედავთ, აი რა, აი აქ სუ ადამიანები გამოეკვეთნენ. თითქოს რაც ტაროებზე ვისაუბრე, აი აქედანაც სუ ადამიანები გამოეკვეთნენ, მინდა გითხრათ. აბა მესამე ვარიანტი. ნახოთ, როგორი გოგოები იქნებით. ნუ ეხა აქ პრივაროტი არ მოიხსნება, მაგრამ მაგ ჩაფიქრებულს და მაგ პეჩატს, ვინც იმუშავა და ვინც გაგიმეტათ მარტოობისთვის, ნახეთ, ესე იგი შემძრა მე ეხლა, აქ შავი მაგია, კი. შავი მაგია, მეგობრებო, გოგოებო. ნახეთ, კაცად კუცი გააქვს, ნახეთ. შავი მაგია, ეს პრივაროტი, ვინც გააკეთა, მე მინდა ის დავსაჯო, ძალა წავართვა. ხედავთ როგორ ისვრის თქვენი სანთელი. ხმა გესმით? ნახეთ. გადავიტანო, აი ეს ცუდი ენერგია, უნდა მოგაშოროთ, ხსნი თქვენგან, უფლის დახმარებით. ანგელოზების დახმარებით. ნახეთ რა დღეში ხართ ხალხო, სანთელს ნახეთ. შური, ღვარძლი, ხედავთ? შური, ღვარძლი, როგორ უნდათ რომ მარტო იყოთ, აქ დიდი ხნის ნეგატივია, აქ სერიოზულ მარტოობაზეა გაკეთებული. აქ უკვე მესამე ვარიანტი ინდივიდუალური შრომა მეთქი, ხო? შრომა რა, ინდივიდუალური ის დაგჭირდებათ, გაწმენდა დაგჭირდებათ, მეგობრებო, აქ მარტო ეს არ გიშველით. არა, უყურეთ, რა თქმა უნდა, გაიწმინდეთ, კაცო, მაგრამ ვისაც გაქვთ ეს პრობლემა, ხო, დიდი და ატყობთ თქვენ თავს, ჯობია რომ ეს პრივაროტები ხსნი მესამე ვარიანტიდან, ხსნი, ნახეთ, სულ. თქვენც წვალობთ, არა კიდევ არა. თქვენც წვალობთ ძალიან, წვალობთ. არა კიდევ, ერთი სანთელი მუშაობს, ერთი სანთელი. ბალახსაც არ ეწვეთება, ხალხო, უყურეთ. მე მეორე მეგონა კატასტროფა და აქ ნახეთ რეები ხდება. აქ ესე იგი ჩუმად, ესე იგი ისეთი ის იყო გაკეთებული, ეგონათ რომ ვერ შეამჩნევდნენ და ვერ დაინახავდნენ, მიხვდით? აი იმიტომ არ გადატყდა მესამე ვარიანტის სანთელი, მაგრამ აქ არის დიდი შური სხვა არის, აი ღვარძლი და მიზანში ამოღება ადამიანის, მიზანში ამოღება, აი ეს არის, მიხვდით? ვიღაცა გადამტერებული ყავთ ძალიან, მესამე ვარიანტი, გოგოებო, წარსულიდან.
ხსნი აი ამ ნეგატივს, ხსნი. აი ამ ბალახებზე გადამაგ, ჩემს ჯადოქრულ და მაგიურ და ჩემს შეთქმულ ბალახებზე გადამაგ. დედა ბუნებას ვთხოვ, რომ წაიღოს აი ამ ბალახებიდან გამომდინარე სანთელიდან ეწვეთება და სანთელიდან შედის ბალახებში და ბალახებზე გადამაგს ყველანაირი ნეგატივი, რაც მესამე ვარიანტზე ამოვიდა, აბსოლუტურად რაც უშლით ჩემს გოგოებს ურთიერთობაში, გახარებაში, გამრავლებაში ხელს. ნახეთ, დაცალცალკევდით. ხედავთ რეები მოხდა ხალხნა. ნახეთ რეები ხდება. ობა, მესამე ვარიანტი. ერთი აინთება, მეორე ჩაქრება. აქ არის პირდაპირ სატანაზე ნამუშევარი, გოგოებო. პირდაპირ აქ დემონებზე აღარ მაქვს ლაპარაკი მე. აქ პირდაპირ სატანაა. გაქრობენ, გოგოებო, გაქრობენ, აქ სიკვდილზეა გაკეთებული, დამიჯერეთ. სასაფლაოები სასაფლაოებზე. თქვენი ფოტოა ახალია, ძველიც არის და ახალიც, განახლებული. რო ვერ გერევიან, ეტყობა ვერ გერევიან, გაგიჟდნენ და დაიწყეს. ეს 1, 2, 3 წლის, 4 წელი, ნუ მაინც ახალი ითვლება, მიცვალებული სასაფლაოზეა ჩატანილი. ხოთა შორის გზიდან გზაზეა, შორი გზიდან შორ გზაზე. ხედავთ, ლოცვებს რო ამბობ? ესე იგი ფითილები გადაიკვანძა ფითილები. აი ხა აი ამ მარტოობას და რაც მე აქ ჩაუთქვი, რაც ხელს გიშლით, გოგოებო, ყველაფერი დაიწვება აბსოლუტურად. ნახეთ, თოკიც კი არ იწვის, თოკიც. ეს რაღაცა გინახიათ? თოკიც კი არ იწვის, გოგოებო, მინდა გითხრათ, ნახეთ. ესე იგი რა ხელა ჯადო გაქვთ გაკეთებული? ხელა ჯადო გაქვთ. მაინც დაიწვება ჩემ ხელში. მეც დამწვეს, ხო გითხარით ეს? ძალიან გაბრაზებული, აი გაბოროტებული, აი ზლოი, ხო გაგიგიათ ზლოი ადამიანი, აი ეგეთია. ეხტით? ნახეთ, პაჟარი გააჩინა აქ. ფულზე გადამაქვს, რომ ფულზე გადავიდეს, ფულზე შემოსავალი ბიზნესი, აი ეს ცუდი ნეგატივი რაც იხსნება, ტვირთავ, შემოსავალზე, ტვირთავ. საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს ნეგატივი, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს ნეგატივი, საიდანაც მოვიდა დარჩენილი ნეგატივი. იქ წავიდეს. ანუ რაღაცა ხო გადავიტანე ფულზე და ბიზნესზე, რომ მიწიერი ჩაკრებია, ხო? მარტოობა არის მიწიერი ჩაკრები, არა მარტო სახასრა. ნახეთ, კვანძი იყო, აი, გაიხსნა. კვანძი გავხსენი ხალხნო, ძალიან კარგი. გილოცავთ, კვანძი გაიხსნა აქ კვანძებზე, აი მე რო ვიმუშავე კვანძზე, ის გაიხსნა. გილოცავთ, მეც ულოცავ ჩემ თავს. აუ, და მწვანე სანთელი ნახეთ, გიჟივითა. გადამაქვს, ფულზე გადამაქვს ეს ცუდი ენერგია. გადამაქვს ფულზე.
რომ მარტოობა მოგეხსნათ, გადამაქვს ფულზე. აქ უკან კიდე სტრაჟნიკია ჩამოვარდა. მოკლედ მე აქ ბაჟარი და ის არ მინდა. აქ ნახეთ მეგობრებო, ეს ყავისფერი სანთელიც კუტარს გააცოცხლებენო, ხო იცით ესეთი გამონათქვამი. ხედავთ ყავისფერს? აი, ფეხი და გული და მამაკაცის ორგანო. ხედავთ? კაია, კაი, გადაამუშაოს, წაიღოს. ნუ მწვანე მუშაობს და მუშაობს. კარგით მეგობრებო, კარგით, ძალიან კარგი. ეხლა აბა ვნახოთ, ჩვენი კულინარია გავწიოთ. ოპა. აი ასე გავწიოთ. მესამე ვარიანტი. დავიწყოთ აბა ეხლა როგორ გაიწმინდეთ ჩემო გოგოებო, ჩემი მესამე ვარიანტი. აი ეს მინდა ცოტა ავამოქმედო და იყოს ესე, იყოს. გაიწმინდოს. აბა ნახოთ. მესამე ვარიანტის გოგოები მარტო ობიდან აძიმოჩსტვიდან როგორ გაიწმინდეთ? რა წავიდა, რა მოიხსნა? ვინ დაიჩაგრა, ვინ არა? ერთი წუთი გოგოებო არ თამაშობს საქმეს ვაკეთე. ესე უნდა და იმიტომ. ყველაფერს ხო არ გეტყვით ხოლმე? არ შეიძლება ყველაფრის თქმა, არა. მაგია საიდუმლო უყვარს. ნუ, ჩამოკარგებო, აი ეს მამაკაცი ამოდის, მამაკაცი. იცით რა არის? გასაღებით ეჭირეთ თუ თქვენი გასაღები იცოდა, რაღაცა საიდუმლო იცოდა, ან იცის მიხვდით და აი ამ მამაკაცს ყავდით ჩაკეტილი მიხვდით? მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკოთ, მამაკაციდან მოდის ეს ყველაფერი. მამაკაცია ინიციატორი და ქალია შემსრულებელი, მიხვდით? 10-იანი ხმლებია ეს ხო თქვი მამაკაციდან, ესე იგი რომ გადავიყვანეთ თანხებზე, ხო? უყურეთ, აქ კიდე დედოფალი ხმლები 10-იანი და დედოფალი ხმლები. ქალიდან მეთქი მამაკაციდან, უიმე სულ შემძრა შავი მაგია. კი, გადავიდა. ესე იგი გასუფთავდით აი ამ ქალიდან, მიხვდით? ეხა უკან წაუვათ, უკან. ასევე გენაცვალე აი ეს რომ ბრძოლობთ და რომ არაფერი არ გამოგდით, ხო? აი როგორ არის იცით, წვალობთ დიდი ხანია, შრომობთ ურთიერთობაზე, შრომობთ უსასრულოდ, ერთი და იგივე თითქოს წრეზე დადიოდით, ხო? აი ეს რაღაცაც მოიხსნა და უკან გადავიდა რაზე, იმათზე, ვინც თქვენს გაგიკეთათ, ხო? ასევე ცხრიანი კვერთხები გენაცვალე, აი უყურეთ, ეხა რო არ იცოდით გზა, საიდკენ წასულიყავით, ხო? ეხა გაგეხსნებათ გზა, გოგოებო, გაგეხსნებათ და მოხვალთ აზრზე, ნელ-ნელა მოხვალთ აზრზე. აი ეს გზები რო ქონათ ჩაკეტილი, ესეც ამაზე ეს მოიხსნა, გაგისუფთავდათ გოგოებო. ასევე იმპერატორი, ვიღაცამ ბრძანებელი პიროვნება, ან დიდი თანამდებობის მამაკაცი, ან კონტროლი რო უყვარს ეჭვიანი, მოკლედ აი ეს პიროვნება ჩაიკეტება. დაიჩაგრება ძალიან, დაიჩაგრება. აბა ეხლა ვნახოთ სიყვარულზე თქვენზე. ოპა! გადმოვარდნენ კარტები, თვითონ ნახავ. რახან 4 დაჯდა, ესე ვნახოთ ჩემო კარგებო, სამიანი თასები გენაცვალე. შეხვედრა ახალი პიროვნებების, ახალი მამაკაცები.
ცუდ გაგებაში არა კარგი, შეიძლება თანამშრომლებიც, შეიძლება ასეც და შეიძლება ისეც, მაგრამ მე აქ სიყვარულზე მაგ საძინო ჩისტვა დღევანდელი არის მარტოობაზე მოხსენი მე მამაკაცი და ქალზე. მოკლედ იქნება გარღვევა, იქნება ეს შრომატევადობა დაფასდება, გაგისუფთავდათ ურთიერთობა ხედავთ, ვისაც კიდე ოჯახში ქმარი წასული იყო ან რაღაცა, ეგ ურთიერთობა მოიხსნა მაგაზე, შეიძლება უცებ არ დაგიბრუნდეთ, მაგრამ მოიხსნა, ანუ ბუშტი გასკდა ძალიანაც კარგი. და რა არის, იცით, ძალა შეგემატათ, აი უყურეთ, ძალა შეგემატათ, რომ იფიქროთ, საითკენ წახვიდეთ, რომ შეიგნოთ და მიხვდეთ რა გინდათ, ვინ გინდათ, რომ სწორედ გადადგათ ნაბიჯები და იგივე მდინარეში ორჯერ არ შეცუროთ და იგივე შეცდომები არ დაუშვათ, მიხვდით? და ასევე სასწორი გენაცვალე მართლმსაჯულება სამართლიანად ვინც თქვენ ცუდად მოგექცნენ, აი დაისაჯნენ და თქვენ სამართლიანად წინ წახვალთ, აი 100%-იანი. ეხლა აბა ვნახოთ როგორ დაისაჯნენ მტრები იმათ რა, მტრებს რა აბა ვნახოთ. თქვენი რო გაიწმინდეთ, მტრებს რა მიუბრუნდათ. ოხო, რვიანი თასები ჭკუიდან გადავლენ, გეუბნებით რა. ჭკუიდან გადავლენ, მგონი გადასულებიც არიან, განულდებიან, აი გადავარდნა, უფსკრულის პირას მივლენ, უფსკრულის პირას ყველანაირ ასპექტში და გამოაძევებენ. ცხოვრებიდან გააქრობენ, განა მარტო ხალხი, სამყარო. მე არ ხუმრობ. აბა ვნახოთ. აბა კატები ფისოები რას გვეტყვიან? აბა მტრებს რა ბუმერანგი? ნუ სიკაშკაშეს ხო თქვია რა, გააძევებენ და რა თავიანთი ლიდერობა, თავიანთი მოწინავეობა, ხო, ხალხი აღარ მოინდომებს მათთან ურთიერთობას, მიხვდით? აი აქ გენაცვალე მეფეხმლები ხო თქვი, ეს ბრძოლა და ეს ყველაფერი რო პირველი ვიყო და რით ვერ გაგტეხე და მე უნდა გაჯობო, ხო? აი ეს ყველაფერი გაბათილდება და პაუზა გაჩერდება, თვითონვე გაჩერდება, იცით, 4-იანი პენტაკლი, რომ მიხვდება, რომ ბრძოლას აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ ეუბნებიან ეს, ვინც აკეთებს ამას, ვისაც აკეთებინებს, რომ გაჩერდი, საკმარისია, დაანებე თავი, ეუბნებიან კი, აი და 3-იანი პენტაკლი, ესე იგი, ყველანაირი მხრიდან ვალები დაედება, აღარანაირი ურთიერთობები აღარ ექნება, თუ კიდე ექნება, პირდაპირ დაარტყავენ თანხებზე რა. ანუ ან ისეთი ადამიანი შეხვდებათ, რომ ბიჭს გოგო და გოგოს ბიჭი, რომ ესე იგი გაძარცვავენ და ცხვირში ამოარტყმევინებენ, მინდა გითხრათ, გაიგეთ? მოკლედ გოგოებო, მე რო ტრანსში შევდივარ ხოლმე, ზოგჯერ რას ვლაპარაკობ, მე არ ვაკონტროლებ და ვერ ვაკონტროლებ და იმედია მოგეწონათ, მადლობა მესამე ვარიანტი, უკვე საათი და 33 წუთზე მეტია, მაგრამ რა ვქნათ, ოპა, აი უყურეთ, უკნიდანაც შეგახედოთ. ანინი ამას ბოლომდე ჩაწვავს, ამ სანთლებით დავამუშავებ მერე კიდე სხვა რამით დავამუშავებ. ესეთი სილამაზეა, ბარაქა შემოგივათ, ფული შემოგივათ, ურთიერთობები გაგეხსნებათ და ამ რიტუალზე ჩამოკარგება 8 ლარი იქნება გამოსასყიდი, რომ ეს უსასრულობა დამთავრდეს, მიხვდით? დამთავრდეს და მე ამას მოვაწესრიგებ, ეს მწვანე სანთელი. ამას რამდენჯერაც გინდათ უყურეთ, რამდენჯერაც გინდათ, ეს დაგიდებთ. შეგიძლიათ ერთხელ უყუროთ, რამდენჯერაც გინდათ უყურეთ. შეგიძლიათ 3 ჯერ, შეგიძლიათ
6-ჯერ არა, იმიტომ რომ ეს მარტოობაზეა, 6-ჯერ არა. ნუ 3-ჯერ ან 8-ჯერ. აი ესე ციფრები აიღეთ რა. არც 5-ჯერ, 3-ჯერ ან 8-ჯერ. აი თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე გოგოებო უფრო რა. თქვენთან იყო ნინია, რომელსაც ძალიან უყვარხართ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს ვაცხადებ, არ არის მარტო სარვამარტო რიტუალი, უბრალოდ მე ესენი მანამდე დავტვირთე და დღეს არა, მანამდე. და დღეს არა მარტო 8 მარტია, ასე და ისე და იმიტომაც ჩაგიტარეთ ეს რიტუალი. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო, აი კიდე გაჩვენებთ ვინც ბოლომდე ხართ და გაჩერდით, აი სილამაზე. ნახვამდის.